მე ვიკითხე როგორ უნდა აღუდგეს წინ პოლიტიკური პარტიებიც, საზოგადოებრივი ჯგუფებიც და რატომ სვამ ახლა ამ შეკითხვას. შარშანდელი შემდეგ გავიდა 1 წელი. ხელისუფლებას ჰქონდა დრო რაღაც ახალ სტრატეგიაზე ეფიქრა და რა შეიძლება იყოს ჩადებული, ასე ვთქვათ, მზაკრობები, რომ საზოგადოებას ხელი შეუშალონ პროტესტში ან მოატყუონ. ჩვენ ნახეთ, რომ შარშან მოტყუებით გავიდა ეს ყველაფერი, ანუ უთხრეს, რომ ახლა არ იქნება, ხვალ იქნება და იმ წუთასვე დაიწყეს დამტკიცება პირველი მოსმენით. მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის და სანამ მზაკრობებზე გადავალ, მეც მინდა ოღონდ სხვა კონტექსტით, იმიტომ რომ ჩვენი ვალდებულება მგონია ასევე ყველა მხრიდან დავანახოთ ეს ბოროტება, რასაც ხელისუფლება ჩადის და ძალიან დიდი მადლობა თქვენ პირველ რიგში მე ასეთი საღიაზრის მოსმენა, ისეთი სასიამოვნო და წარმოუდგენლად იმედის მომცემია. ასევე ყველა რესპონდენტი ლაპარაკობს იმ რეალურ პრობლემებზე, რასაც შექმნის ეს თითოეული ადამიანისთვის. ეხლა მაგრამ ჩვენ პოლიტიკოსები ვალდებული ვართ ცოტა ფართო კონტექსტითაც დავინახოთ პრობლემა რა შექმნის ზოგადად არა მარტო დღევანდელ ვითარებაში, არამედ პერსპექტივაში, ხო? და რატომ არის ეს კანონი რუსული, ახლა მე ვეცდები სხვა კონტექსტით ავხსნა დამატებით. პირველი, როდესაც გველაპარაკებიან და სანამ ახსნას დავიწყებ, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი. ეს ხელისუფლება საშიში არის, იმიტომ რომ 12 წელი არის და უკვე ერთი თაობა 10 წლის და 12 წლის ბავშვები არიან დაბადებული, რომლებმაც არ იციან სხვა ხელისუფლება რა არის. თავისთავად ამ ადამიანების მიბმა მათთვის თითქოს იოლია, მაგრამ ჩვენ ამას არ დავუშვებთ არც ერთ შემთხვევაში. 2010 წლიდან ვასწავლი უნივერსიტეტში და ეხლა ჩემს სტუდენტებს ვკითხე და 2012 წელს მესამე კლასში იყვნენ. ამიტომ ამ ადამიანებს ვერც იმით შეაშინებ რა იყო 2012 წლამდე, ვერც ამ საკითხად. ეხლა მთავარია მომავალზე ველაპარაკოთ და ეხლა ჩემი მიზანია რომ სწორედ ამ ახალგაზრდებს ველაპარაკო ამ მომავალზე. და როდესაც ელაპარაკებენ ამერიკული ფარას კანონით. მთავარი გავიხსენოთ პოლიტიკური კონტექსტი და საერთოდ კონტექსტი მსოფლიოსი მაშინ რა იყო? ის იყო 1938 წელს, როდესაც მეორე მსოფლიო ომი იყო კარზე. და ამერიკელებს საკუთარი პასუხისმგებლობა ჰქონდათ და ამ კანონმა იმუშავა, მაგრამ 92-ში ამოქმედა სერიოზულად, იმიტომ რომ დაინგრა საბჭოთა კავშირი და რუსეთი უკვე რა საშიში ძალა იყო, ეს ძალიან კარგად იცოდნენ. ეს ერთი ნაწილი. ახლა ევროპას რაც შეეხება. ევროპას ჯერ არ მიუღია მსგავსი კანონი, მიდის პროცესი საბოლოოდ მიღებამდე, მაგრამ როდის დაიწყო ევროპამ ამაზე საუბარი და მსჯელობა? მაშინ, როდესაც ბრექსიტი იყო და უკვე დამტკიცდა კემბრიჯ ანალიტიკსის მიერ, რომ ეს იყო რუსული დეзинფორმაციის ჩარევის შედეგი. შესაბამისად, ევროპა როგორც დემოკრატიული სამყაროს ფუნდამენტი იბრძვის ევროპის დასაცავად რუსეთისგან, ჩინეთისგან, არაბული სახელმწიფოებისგან. ამიტომ კონტექსტი ევროპის არის ეს. რუსეთმა რა გააკეთა და რატომ არის ეს რუსული კანონი? ძალიან კარგად მშვენივრად აახსენა აგერ ახალგაზრდამ, რომ 2012 წელს მიიღეს ეს კანონი. 2014 წელს რუსეთი შეიჭრა უკრაინაში. ამის შემდეგ, როდესაც საბოლოოდ ის წარმატება ვერ მიიღო, რუსეთს რაც უნდოდა, გაამკაცრა ნელ-ნელა ჯერ არასამთავრობოებში ახო, მერე მედიაში ახო, მერე ფიზიკურ პირებზე გადავიდა 2018 წელს და 2022 წელს უკვე გაბედა და თქვა, რომ უკრაინელი ერი არ არსებობსო და საბოლოო ჯამში მარტო ის კი არ მივიღეთ ჩვენ, რომ განდევნეს და მოაზროვნეს საზოგადოება წავიდა რუსეთიდან. ჩვენ დღეს ვუყურებთ, რომ რუსებს რო კითხავთ ინტერვიუებზე, სერიოზულად ამბობენ, რომ უკრაინული ერი არ არსებობს, ეს რუსეთის ტერიტორიები იყო და საქართველოს აი ამ პოლიტიკურ კონტექსტში, სადაც ევროპა გვეუბნება ჩვენთან იყავით, ამერიკელები გვეუბნებიან, რომ თქვენ ტერიტორიულ მთლიანობას დავიცავთ და თქვენს გვერდით ვართ ამ ვითარებაში, საქართველოში ვერ მივახციეთ იმას, რომ ხელისუფლებამ თქვას, რომ რუსეთი არის მტერი და რუსეთის წინააღმდეგ ვიღებთ ჩვენ ამ კანონს. ესე იგი, ჩვენს ხელისუფლებას უნდა რომ გვყავდეს მოქალაქეები, რომლებმაც ისიც კი არ იციან, რომ უკრაინა არის სახელმწიფო, უკრაინელი ერი არსებობს. ანუ ეს ხელისუფლება რეალურად არის ფაშისტური და ამ ფაშისტურის დასაბუთებად მოვიყვან კიდევ ერთ მაგალითს. თუ გახსოვთ, შაბათს იყო მგონი, ირაკლი კობახიძე მივიდა უნივერსიტეტში. უნივერსიტეტში მას დახვდნენ სტუდენტები პროტესტით და კადრებში ჩანს, როგორ უნდათ გაშალონ ბანერი. ამ ბანერის გაშლისას ერთ-ერთი დაცვის თანამშრომელი გულწრფელად ეუბნება ახალგაზრდას, რომ ნუ გაშლი, რა თქინდა ეხლა ეს და ბოლოს ეუბნება ასეთ ფრაზას, რომელიც არის ყველაზე კარგი გამოვლინება იმ რეალობის, რაც ხდება საქართველოს ცხოვრებას ინგრეო.
ესე იგი, რას ნიშნავს, რომ საქართველოში ხელისუფლებას თუ გააკრიტიკებ, ირაკლი კობახიძეს თუ გააკრიტიკებ, ეს არის ახალგაზრდისთვის ცხოვრების დანგრევა. რას ვიზამთ? არ დავანგრევინებთ. აი მე არასდროს არ მინდოდა ისეთი სახე მქონოდა საზოგადოების წინაშე, რაც ჩარშან მქონდა კომიტეტზე, მაგრამ უარესი მექნება, იმიტომ რომ არც ჩემს ცხოვრებას, არც ჩემი შვილების და არც ერთი ახალგაზრდის ცხოვრებას არ დავანგრევინებ. არ ვიცი ეს ადამიანები. დიდი მადლობა.